რა მდგომარეობა მთელ საქართველოს მასშტაბით. მოვყვები კერძოდ ბათუმიდან, სადაც გონიოში გასვლისა და არაბებზე მიწა საკმაოდ დიდი ტერიტორია. წამოვყვეთ იქიდან, ჩამოვდივართ ბორჯომში, გაასკვისეს ტყეპარკი, სულ ახლო მომავალში. საქადაგიანოში არჩევნების შემდეგ 3 კვირა იყო გასული, რომ გასვლის და ბორჯომის და საქადაგიანოს ტერიტორიები. ის კი არა რომ შეჩერებული იყვნენ და ცოტახან დამშვიდებული იყო საზოგადოება რაღაცა შეპარვით მაინც გაეკეთებიან რომ მოეწყოებიათ ეს ხალხი პირდაპირ არავითარი ხალხის ნება არ გამოხატულებიათ და დაკიდეს. შემდეგ გადავხედოთ ახლა ჩვენ სამცხე ჯავახეთს. ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა აბზანდით რა მდგომარეობა იქ, აღარ მინდა ვილაპარაკო. ჩამოვდივართ აქეთკენ, შიდა ქართლში. ბატონო ვაჟა, თქვენს კარგად მოგეხსენება. ავდივართ ბაზალეთზე. ეს ამოდენა უნიკალური ჩვენი მიწები გაშეცებულია. ჩავდივართ ქვემო ხარსი, აღარ ვიძახით იქ რა მდგომარეობა, ვენასწავლეთ ჩვენს მეფში აზერბაიჯანში, მაგრამ ვიცით რა მდგომარეობა. კახეთისკენ რა მდგომარეობა. რა დარჩა საქართველოში. სოფელი ჯუგაანი, რომელიც ვიღავართ ჩვენ ქართველი ერი. ვინმეც ამათ უფლება დღეს ქართველი ერის დაუკითხავად, ეს ჩაიდინონ ამათ. რა უფლებით? მაგრამ ქართველი ერის ბრალია. მე ამასწინათ გავაკეთე განცხადება. ჩადით ჩვენ მეზმე მეგობრებში თურქეთში, ხმა მოიღე, თუ ამოგაღებიებენ. რა დაგემართება? ირანში ჩადი, არაბეთში ჩადი. ვინ ახარ? რა ხართ ეს ქართველები მეთქი, სტომართმოყარი ვარ, მაგრამ როგორ დავხუჭოთ ყველაფერი? რასაც ეგენი ჩვენ გვიკეთებდნენ ჩვენ მამაპაპას. აწიოყებდნენ, წვამდნენ, შვილებს უკლავდნენ, რევს არ უჩვენებდნენ ჩვენ ქალბატონებს. სისხლით დაღვრილ მიწაწყალი წალისის ტერიტორია. როგორ შეიძლება შეეხოს ან ვის რა უფლება შეეხონ ამ მიწაწყალს? მე მოვითხოვ ერთი და ერთხელ სამუდამოდ ეხლა და ეს იქნება ალბათ მნიშვნელოვანი რომ რეფერენდუმი უნდა აღდგეს საქართველოში სასწრაფოდ კონსტიტუციაში 52 მუხლის ბ პუნქტი. რომ ჩვენ აი ეს საკითხები რაც ხდება ქართველ ერთა შეთანხმებით უნდა მოხდეს ყველაფერი. ჩვენ თანახმა ვართ, ვის შევეკითხა? ამ დღეს თუ რამე კეთდება ან რამეს წვითავს ხელისუფლება, თუ რომელიმე გამოსულა და ხალხთან შეთანხმებით რამე გაუკეთებიათ შემოძვირფასება. ასეთი რამე არ ყოფილა. მე მოვითხოვ მთელ ქართველებს თვალ დღეს. ქართველო ერო გამოდით ფეხზე დადეგით, ჩვენ ვართ ქართველები. ჩვენი ეს მიწაწყალი. მერთმა ჩვენ შვილებს და ჩვენს მომავალ და საქართველოს საჩუქრად გადმოგვცა 64, რომელსაც უპატრონეთო გვეუბნება, მაგრამ რას პატრონებ ჩვენ? და გვიყიდიან. გაიყიდა ყველაფერი. რატომ არიდებს საქართველოს ხმას? მინდა აქედან მე მიმართო ჩვენს ძვირფას და მე ღმერთი მსავს, ჩვენ საპატრიარქოს. საპატრიარქო გაჩვენებულია. ამასადრე როცა მე ვიყავი და შეხვედრა მქონდა მათთან, ეთანხმებოდნენ, რომ კი ბატონო, არ იყო თანახმა რომ გასხვისებული ყოს, მაგრამ დღეს არ მინდა ახლა გვარდასახელები და თქვა, მაგრამ რო შევეკითხე ჩვენ მამაუებს, რა სიძახელი სითხარ ხო? ვერ ხედავ ჩვენ საფრთხესო არაბების ამ მიწის მიყიდვასთან დაკავშირებითო. წარმოგიდგენიათ ხალხო ესეთი რამე? სადავარ ჩვენ და რა ხდება? ამიტომ დღეს ვინი ძახის ამას ბატონო? მამაუებთან მქონდა რამდენიმე რომელიც უკვე იძახიან ამას რომ არ მინდა ახლა დავასახელო ისეთი. არა, როგორ არა, ეხლა ეს ისეთი ბრალდება. არაფერი ბრალდება არ არის კაცო, მე რაღაც იყო. ეს არის საპატრიარქოს სინოდის აზრი თუ კონკრეტული ალბათ კონკრეტული. მაშინ ეს არ არის საპატრიარქოს და ქართული საამბრელოების აზრი. ეს არის კონკრეტო ეხლა თუ ბატონო, კარგი ბატონო, აი საპატრიარქომ დღეს ამაზე უნდა გამოვიდეს თუ გააკეთოს თუ არა განცხადება აუცილებლად უნდა გააკეთოს. მე რატომ გადაცემაში? რატომ საპატრიარქო? მე გადაცემაში მოუწოდე და ეხლაც მოუწოდე. წმინდა სინოდმა აუცილებლად უნდა გააკეთოს და გამოხატოს თავისი პოზიცია ქართული მიწაწყლის დაცვასთან დაკავშირებით. მაგათ უნდა მოგვიწოდოთ ჩვენ. რა თქმა უნდა. მაგათ უნდა მოგვიწოდოთ, პირველი ეგ უნდა დადგმო და მოხსენ მიმართულება ჩვენ. აი ამიტომ მე დღეს მინდა განვაცხადო ახლა რომ ყველაფერი სიმართლე უნდა ვთქვა დღეს ქართულმა ერმა. არიან რომ გამოვიდეთ დღეს ის არა ვთქვათ, ამას არ შევეხოთ, იმას არ შევეხოთ, რას არ შევეხოთ, კაცო, ქვეყანა დღეს არის გზაჯვარელიძე საქართველო. ან იქით უნდა წავიდეს, ან ახეთკენ უნდა წავიდეს. ამდენა ხალხის არაბების შემოსვლა არ გვინდა ჩვენ ამათი არც 6 მილიარდი, არც 100 მილიარდი. ჩვენ ვიყავით ქართველები ერთმანეთზე
ჩახუტებული, ვეფერებოდით, ხელს უწვდით, ასე გაუწვდით თვალ ერთმანეთს ჩვენ ხელს. დაგვანებონ ჩვენ საქართველოს თავი. სოფლიო გვეომება და ქართველიერი ვართ გაჩუმებული. თუ ჩვენ ერთად არ გავერთიანდით, ყველა პოლიტიკური ძალები, მე მივესალმები ვის გამოა და ამ საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ თანადგომას, უნდა გავერთიანდეთ. მაგრამ არავინ ყველა უკან იწევს. ყველა რა ვიცი რა ხდება საქართველოში. ხალხი ალბათ სულ შებრუნდა და შეიცვალა საზოგადოება. აღარ არის იმ აზრზე რომ ეროვნული სულისკვეთებით მოვიდონ, დავიცათ ჩვენი მიწა-წყალი. ეროვნული თაობა არ გვეძდება. შეხედეთ რა მდგომარეობა. ამიტომ განათლების სისტემა, საერთოდ სისტემა, საერთოდ უნდა შეიცვალოს ხალხო. გამოდიან და იძახიან ჯანდაცვის სისტემა არის რაღაც სასაული. რას ლაპარაკობ კაცო რა? თუ კაცი არ მოკვდა, ვალებში არ გადავარდა, სახლი არ გაყიდა, საწყალი, ესე იგი თუ ფული არ მიიტანა, ცოცხალი ვერ გამოვა იქიდან. რომელი სისტემა, რომელი სფეროა, სადაც შეიძლება რომ იყოს ნორმალური მდგომარეობა? არც ერთი. მე განსაკუთრებით მინდა კიდევ თქვა ბატონო ვაჟა, საქართველოს ჩვენმა წინაპრებმა სისხლის ფასად მოგვიტანეს. ავტონომიური რესპუბლიკები. ძალიან კაცრი განცხადება ეს, მაგრამ შეხედეთ, ყველა ჩვენ ქართველები უწოდებთ ძმებს, ჩვენ აფხაზებს უძახით, ჩვენ აფხაზო ძმებო, ჩვენ ოსო ძმებო, ჩვენ აღარავის ძმა არა ვართ ამ ქვეყანაზე ხალხო. კაცო არავინ აღარა ვარ ჩვენ რა, მაგრამ ხედავ რომ ქართველი ერი დღეს აი ესე არა ვართ ერთად შეყრული. მე ვთხოვ სულ ყველას მთელ საქართველოს და ქართველებს, შევიკრათ ერთად, გავერთიანდეთ და დავანახოთ რა ძალა გვაქვს ქართველებს, ვინ ვიყავით, დაგვიბრუნოს რწმენა ქართველებს ჩვენი წინაპრების და საქართველოს მივხვდეთ ჩვენ. დიდი მადლობა ბატონო საულ.